დილამშვიდობის, გოგოებო, როგორ ხართ? ესე იგი, გუშინდელ დღესთან შედარებით დღეს ცოტათი მზე გამოვიდა და ისე მიხარია ბავშვივით. დილით ჩემ საძინებელში ძალიან შემოდის, აქეთ არა. აქეთ არ უდგება მზე. იქით რო ამოდის მზე დილით. მზე მაღვიძებს ხოლმე და ისე გამეხარდა რომ გავიღვიძე და მზე დავინახე წინა 2 დღე. იყო ჩაღრუბული, ხო იცით? როგორი იყო და ძალიან გამეხარდა გოგოებო. ხო, როგორ ხართ თქვენ? ქარია უყოთ გარეთ, მაგრამ რახან მზე გამოვიდა, ყველაფერი კარგად იქნება. თავარია დათბეს. ქარიც ჩადგება. მოვედი გოგოებო, ერთი ჩემი დევიტამინი დავლიო. პატარა პური მოვიტეხე და ეგ მიშველის ხოლმე არ ვიცი, აი ესეთი ემხილა პურთან ერთად როსვა. დილითო საუზმის შემდეგ ესე მიწერია. 2, 3, 4. ასე. გავაკეთოთ ახლა. და ჩემი ამბები მინდა რომ რაღაცები მოგიყვეთ. ჯერ ჩემთვის გავაკეთებ 2 მინუტი გადმოვიდე თვითონ გიასთვისაც, მაგრამ მათ ისე თამაშება. მე ვონი არც ალია მაგას ყავისთვის ჯერ. ან ჩემთვის გავაკეთებ. ზოგჯერ მომიდება ხოლმე ესეთ ფაიფულის ჭიქაში დადება ყავისა. თქვენ ხო იცით რომ მე შუშა მიყვარს შუშის ჭიქა, მაგრამ აი აქ თეთრზე თეთრი ხო არის ეს ჭიქა ხო შიგნიდან და სხვანაირად ჩანს. ნახეთ, ძალიან მუქი ჩანს ხოლმე. და ეგეც მომიდება ხოლმე ზოგჯერ. მოდით ცოტა შაქარი დავამატოთ თუ არ მინდა. არ მინდა, იმიტომ რომ ისეთი რაღაცა უნდა მოვიყვეთ ახლა მე. რომ შაქარი არ მინდა, მაგრამ რაღაცა უნდა შევატანო მაინც. ამიც მაგა ეს როგორია არ ვიცი ახლა. გუშინდე კარგი იყო ეს ბლინი. მოდი რა ბანის შევატან. ბანის. აი ესე მოვედი და ეხლა მოგიყვეთ გოგოებო, კიდევ ერთი კურსი ვიყიდე. არ გეგონათ რომ გადავარდი ამ ყველაფერში, არა, ეხლა ძალიან კარგად დავფიქრდი, რომ ეს მიჭირდებოდა და ვიყიდე. იმიტომ რომ მინდა ამ კუთხით წავიდე, ამ კუთხით ვისწავლო ძალიან ბევრი რამ და ამ კუთხით გადვითარდე. და ეს არის სწორი კვების საფუძვლები. ესე ქვია კურსი. მე შევძელი ეს ყველაფერი ჩემ თავზე, დავიკელი ამხელა წონა და ჩემთვისაც მაინტერესებს როგორ გავაგრძელო ეს ყველაფერი, დავიწყე ვარჯიში. მე თვითონაც მაინტერესებს როგორ შევინარჩუნო, როგორ გავაგრძელო, რა არის სწორი კვება საერთოდ. მისი ცოტა უფრო ღრმად მაინტერესებს ეს ყველაფერი და ვიყიდე ესეთი კურსი და ისეთი გახარებული ვარ, დღეიდან დავიწყებ. და ასევე მინდა დავეხმარო სხვებსაც ამ კუთხით მინდა განვითარება. ჩემ თავზე ახლა ძალიან კარგად ვიცი ჩემ ორგანიზმს რა სჭირდება, რა უნდა, როგორ დავიკელი, ისიც ძალიან კარგად მახსოვს. მინდა რომ ჩემ არხზეც ამ ყველაფერზე იცით როგორ ვისაუბრო, უკვე რომ ამ კუთხით მაქვს საფუძვლიანი განათლება. ანუ აი ესე მინდა ვისაუბრო უფრო დაწვრილებით. იქ არის
რამდენიმე საკითხი გონი 15-მდე და ძალიან საფუძვლიანად არის ამ კურსში ახსნილი. Როგორი ტიპის ადამიანები, სამი ტიპის ადამიანები არსებობენ, რომელ ტიპს როგორ უნდა შეუდგინო კვება, ამა თუ იმ ტიპს დაუშვათ რამდენი ხანი სჭირდება ვარჯიში, კვირაში რამდენი დღე და რამდენი საათი. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ვერ იმატებენ წონაში და რაც არ უნდა ჭამონ, ვერ იმატებენ ვერანაირად წონაში და შეიძლება ვიფიქროთ ჩვენ რომ რა კარგია, რასაც გინდა შეჭამ და არ მოიმატებ, მაგრამ ესე არ არის, იმიტომ რომ პრობლემა მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როცა კუნთის მომატება უნდა უკვე ადამიანს ვარჯიშობს, სწორკვებაზეა და კუნთსაც ვერ იმატებენ ესეთი ადამიანები ძალიან უჭით და რანაირად უნდა შეუდგინო მას საკვები. ადამიანი, რომელიც ადვილადაც იმატებს და ადვილადაც იკლებს, ესეთი ადამიანი მართლაც არის, რავი, უნდა იფიქრონ ესეთმა ადამიანებმა, რომ ნამდვილად გაუმართლათ რა. ანუ არ არის კარგი, როცა ვერ იმატებ, ესეც ცუდი ყოფილა. და ადამიანები, რომლებიც ცხიმს უფრო იმატებენ ვიდრე კუნთს, ესეთი ადამიანებიც, ანუ ყველაზე რთული პრობლემა უფრო ეს არის ხოლმე, რომლებიც უფრო ცხიმს იმატებენ და ვიდრე კუნთს და აი ამას კიდევ უფრო სხვანაირად უნდა შედგენა კვებისა და ეს ყველაფერი მინდა ვისწავლო გოგოებო, იქ არის კალორიების თვლაზე, ანუ კალორიების თვლაზე კი არა გამოთვლაზე, როგორ უნდა გამოვთვალოთ, ვის რამდენი კალორია ეკუთვნის დღის განმავლობაში, ადამიანები, რომლებიც ვარჯიშობენ, რამდენი ეკუთვნით, ადამიანები, რომლებიც არ არიან უფრო აქტიურები, რამდენი უნდა მიიღონ და აი ამ კუთხით მინდა რომ წავიდე, იმიტომ რომ ჩემი ამე ძალიან მომწონს, ანუ მედიცინა ისედაც მიყვარს ძალიან, უფრო მედიცინის მხარეს იხრება, ხო? ეს ნუტრიციოლოგია და კვების საფუძვლები და საიდან მოდის ეს ყველაფერი, რა არის სწორი კვების საფუძვლები, ზოგჯერ გოგონია ხოლმე, რომ აი ხორცს თუ არ მივიღებთ პირიქით კაია, არავითარ შემთხვევაში ცილა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგ ადამიანს არ უყვარს დაუშვათ ის ცილა, როგორ უნდა ჩაანაცვლო, რითი უნდა შეცვალო. კვერცხი ყველაზე ძალიან ისეთი ადვილი და მარტივად ათვისებადი ცილა არის, მაგრამ ზოგს შეიძლება საერთოდ არ აჭამდეს, ანუ ვერ შეჭამოს რა და არ უყვარდეს კვერცხი. ვერ დააძალებ, ხო, აი ამ შემთხვევაში რით უნდა ჩაანაცვლო და მიხარია ძალიან ამ ყველაფერს ვისწავლი. ჩემთვისაც გამომადგება, თქვენს გამოგადგებათ ეს ჩემი ცოდნა და მერე ვნახოთ უკვე როგორ განვითარდები მე ამ სფეროში, როგორ ავითვისებ და როგორ მომეწონება, მომწონს კი, მაგრამ თან კიდე შევხედოთ რა იქნება. არ ვჩერდები ერთი სიტყვით. მინდა განვითარება, მინდა რაღაცეების სწავლა. ერთ ადგილზე არ ვჩერდები მე. მივდივარ წინ. და ეს ძალიან მიხარია. როცა ადამიანს კვებას უდგენ, ანუ უნდა შეიკითხო რა უყვარს.
არავითარ შემთხვევაში შენი ჩამოწერილი რაღაცა სია არ უნდა გადასცე. რომ აი ეს გააკეთე და ამითი დაიკლებ, კუნთს მოიმატებ თუ ცხიმს დაიკლებ თუ ასე შემდეგ. ერთად აუცილებლად ერთად უნდა შედგეს ეს ასე ვთქვათ სწორი კვების თუნდაც დიეტა დავარქვათ, ხო? ერთად. და უნდა გამოიკითხო რა უყვარს. იმიტომ რომ გაუადვიდეს ამ ყველაფრის შესრულება. კიდევ ამბობ, თუ მაგალითად კვერცხი არ უყვარს საერთოდ ამ ადამიანს, ძალიან გაუჭირდება, გაუძინებდება, ეხლა შე რო დაუწერი იქ რომ დღეს 3 კვერცხი უნდა მიიღოს. ვერ გააკეთებს მაგას. ჯოჯოხეთად გადაექცევა ეს ყველაფერი. ძალიან მაინტერესებს. ძალიან. ნახოთ. მიხარია, ძალიან ჩემში რაღაცები იხსნება. რა? კი. მე მაგისთვის ხელი არ დამიდია, იმიტომ რომ შენია ეგ. შენ გიყიდე, უბრალოდ ღამე არ მოგეცი მაგის უფლება რომ გეჭამა. MMT-ს უყიდე გუშინ და ღამე უწოდ არ ვაჭამი და დაჩაკი არა მადდებს კაცო, არც გამიხსნია. სვამბობდი. ხო, იმას ვამბობდი, რომ კაი მოდი. ხო, ძალიან მიხარია, რომ მე და გიამ ავირჩიეთ ჩვენი სფეროები, რაც არის. ყველაფერს თავის დრო აქვს მართლა გოგოებო რა. ყველაფერს თავის დრო აქვს და აი ამის დრო მოვიდა ახლა ჩვენ. პროფესიონალია გია ამ საკითხში. თავის სფეროში. არის პროფესიონალი ნამდვილად. მამა შეჭამა. არ ვიცი. მამა. ისეთი მიდგომა აქვს. და იმხელა ცოდნა, რომ ჩვენც გვიყვირს, რომ რაღაცნაირად ამხელა წარმატება მოვიდა უცბად. მასთან. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. თუმცა ყოველ დღე ადამიანი თავის სფეროში რაც აქვს, რაც მოსწონს პროფესიაში უნდა განვითარდეს. უნდა განვითარდეს, არ უნდა იფიქროს, რომ აი მე უკვე ძალიან კარგად გამომდის და ძალიან მნიშვნელოვანია განვითარება ყოველ დღე. კითხვა, სწავლა. მიხარია ძალიან, რომ მეც დავეუფლები ახლა ამ კონკრეტულ სფეროს, რაც გითხარით გოგოებო და ჩვენ ფაქტიურად ერთმანეთს ძალიან მივეხმარებით ამითი. იმიტომ რომ ესეც რაღაცნაირად რა სჭამ, როგორ ჭამ, რამდენ სჭამ, ვარჯიშობ თუ არ ვარჯიშობ, შენი ცხოვრება როგორია, როგორი წესით ცხოვრობ, ეს ძალიან არის გამოკიდებული ფსიქიკაზე რა. ანუ ეს ყველაფერი თუ არა გაქვს მოწესრიგებული, ფსიქიკაც არ გაქვს მოწესრიგებული. აი ნახეთ ზოგჯერ როგორ ხდება ხოლმე, თუნდაც ეს ყვებითი აშლილობა საიდან მოდის? ადამიანი. ჩვენ ხო გვაქვს მოთხოვნილებები, გართობისა, გარეთ გასვლისა, თუნდაც რომ საქმე გქონდეს შენი,
რაღაცა ახალი ნახო, დაათვალიერო, წვეულებაზე წახვიდე, მეგობრებთან ერთად გაერთო, სტუმარი მოგივიდეს, შენც წახვიდე სტუმრად. ანუ ადამიანები ვართ მოწყობილი ისე, რომ ჩვენთვის სიახლეები არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენი ტვინისთვის. და თუ ეს ყველაფერი არ აქვს მოგვარებული, ანუ მერე ჭამ. გართობა მოგინდება, ჭამ. თუ ვერ ისვენებ, დასვენება კიდე უსაზღვროდ მნიშვნელოვანია დასვენება. თუ ვერ ისვენებ, თუ ძილი არ გაქვს მოწესრიგებული. ანუ ნებისმიერი აი ეს საკითხები რაც ჩამოვთვალე. როცა ამ ყველაფერს არ აწესრიგებ, ჭამით იქმოყოფილებ მე ამ ყველაფერს. როცა ვერ გადიხარ, გაივლი გამოივლი, რა გაკეთო? ჭამ. როცა ვერ ისვენებ, დასასვენებლად ვერ მიდიხარ, გაივლი გამოივლი, რა გაკეთო? ჭამ. იმიტომ რომ აი ჭამა ადამიანს გარკვეულწილად ხო იცით როგორ არის ნარკოტიკივით არის. სიამოვნებს. და მე უკვე მადიდან იღებს სიამოვნებას. არადა თუ ის ყველაფერი ისე მოუგვარებელი გაქვს, ამ მდგომარეობიდან ვერ გამოხვალ. ამიტომ არის რომ აი ამ როცა კვების პრობლემა არის ხოლმე და ხდება ისე რომ დარღვეული გაქვს. როცა ეს კვების პრობლემა დგება და არის, ხო? შენ ცხოვრებაში და სულ უაზროთ რომ ჭამ. უნდა გადახედო შენ ცხოვრებას რა შეგიძლია გააკეთო. აუცილებლად რაღაცეები გაკლია იქ და ვერ აკეთებ. დასვენება, გართობა, თვით რეალიზაცია, შენი საქმე აუცილებელია რომ გქონდეს. თუნდაც ბავშვებთან ახლო ურთიერთობა, შენ შვილებთან ზოგი ამასაც ვერ ახერხებს გოგოებო, ესე იგი ისეთი გადაღლილები არიან, რომ მარტო სამსახური და თან ჩვენ ქვეყანაში ისი არის, ხა მე რო ორნაბიჯში მუშაობდი ეგეთ სამსახურებში, მართლა ცოტა დიდხანს რო დარჩენილიყავი, მეც დამეწყებოდა რაღაც აშლილობები, იმიტომ რომ დასვენებას ვერ ასწრებ, ოჯახთან ყოფნას ვერ ასწრებ, რა გართობაზეა მანდ ლაპარაკი, საერთოდ არაფერზე არ არის, მანდ ლაპარაკი რა, მარტო უნდა წახვიდე და იმუშაო. ერთი დღე გაქვს დასვენება, ის ერთი დღეც ვერ ისვენებ, უფრო ცუდად ხდები მგონი, იმიტომ რომ მთელი კვირა რო დაღლილი ხარ და იმ ერთ დღეს რო ისვენებ, მე მაშინ გაწვება ეს დაღლილობა უფრო მეტად. ასე რომ კვებითი აშლილობა არის ხოლმე მიზეზი იმისა, რომ შენ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცები არ გაქვს მოგვარებული და თუ იმეებს არ მოაგვარებ, ეს ესე დარჩება. აუცილებლად უნდა მოაგვარო ის სფეროები. დაისვენო, ივარჯიშო, გაერთო, რაც მოგწონს, სიახლეები, გახვიდე, დაათვალიერო, ახალ-ახალი ადგილები იქნება თუ რა ვიცი ხა, სიახლეები, ნებისმიერი რაღაცას რო იყიდი, ადამიანს ეგეც კი ხარია, ხო, ზოგს შოპინგიც მაგიტო შველის, რომ შეიძლება ცოტა ხანი მიეჩვიო მერე და ნუ ისი აღარ გიხაროდეს, მაგრამ ეს პირველი ემოციაც ძალიან კარგია, რომ იყიდი და ძალიან რო გაგეხარდება, იმიტომ გამოდიან ხოლმე რაღაცნაირად გამოანათებენ ხოლმე. ხო. ვიცით, ესე ძალიან მიხარია ჩემი ახალი კურსი და ამ კუთხით მივდივარ, მე გადავწყვიტე. ვარჯიში ვფიქრობ, რომ შეიძლება ყოველ დღე აღარ ვივარჯიშო, იმიტომ რომ მეწონის დაკლება არ მინდა. გუში რომ მოვისმინე აქ. უკვე ამ კურსიდან ერთი ვიდეო ჩავთე და მოვისმინე.
ალბათ ვივარჯიშებ ხოლმე კვირაში 4 დღე, ან 5 დღე, 2 დღე დავისვენებ არ ვივარჯიშებ. აი რა კაია, როცა რაღაცებს სწავლობ, ძალიან კაია. არ უნდა გავჩერდეთ. უნდა ვისწავლოთ, სულ. ჩავიხედოთ ჩვენ თავში. ანუ გია მეუბნებოდა გუშინ, რომ საუბრობდით საღამოთი. შანაო რა არისო, იციო? აი ზოგჯერო შეიძლება ადამიანმა უის არ იცოდესო რა მოსწოს. რა მოსწოსო და ჩემთვის ცოტა ისეთია ეგ, იმიტომ რომ მე უკვე ამ ყველაფერზე ვწერ დიდი ხანი უკვე და ვარჯიშობ აქტიურად და ვიცი უკვე. თავიდან მართლა არ არის ადვილი, რომ დაჭიდე და წერო რა გინდა, როგორი გინდა იყოს შენი ცხოვრება, მაგრამ მე ნელა იხსნება ყველაფერი. ამას უნდა დრო, აი თუნდაც აქამდე რომ მივსულიყავი და მეპოვა რა მინდა, რა კუთხით მინდა წავიდე, ხო? ამასაც ხო დასჭირდა დრო, ჩემ შემთხვევაში. ეხლა თითქოს უკვე ხედჩასაც ჭიდი მაქვს რა, ძალიან მომწონს ეს სფერო და მე თვითონაც შევძელი ეს და დავიკელე ამ ხელა წონა, ხო? რაღაცეები ვიცი და იმიტომ გამომივიდა. ყველაზე დიდი მასწავლებელი ალბათ მაინც შენი გამოცდილება. მე მთელი წლები ფაქტიურად რავი როგორ თქვა რა ბრძოლა გამოვიყენო სიტყვა ვებრძოდი ამ დიდ წონას. ვებრძოდი და ამ ყველაფერმაც ალბათ მასწავლა ფსიქოლოგიური მომზადებაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემ შემთხვევაში ეგრე იყო ჩემ შემთხვევაში. ხო და ამ ხრივაც მაქვს გამოცდილება, პლუს კიდე ვისწავლი ამ ყველაფერს, მე კიდევ ვნახოთ, კიდე იქნებ კიდე ვიყიდო, ამ ხრივ კიდე განვითარდე და ერთი სიტყვით მიხარია, რომ მივედი აქამდე, რომ პროფესია ავირჩიო, პროფესია, რა იქნება ჩემი პროფესია. და ამაში თქვენც დამეხმარეთ. ძალიან ბევრი პირადი შეტყობინებები მომდის. ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა ამოიცნობთ ნამდვილად თქვენ თავს, გოგოებო. ხო იცით, წერთ ხოლმე, აი ჟანა, შენი დახმარება მინდა და რა გავაკეთო ეს პრობლემა მაქვს ამ კუთხით რა, წონასთან დაკავშირებით და როგორ მოვიქცე და გაძლევთ ხოლმე რჩევებს ნამდვილად. ვერ იტყვით, რომ არ გაძლევთ. ეხლა ზოგმა შეიძლება დააფასოს ეს რჩევები, ხო, მაგრამ მე მაინც გაძლევთ ხოლმე რჩევებს, რაც ვიცი, არავის არ გიჭერთ და ვიდეოებშიც ხო სულ საუბრობ ხოლმე, რას ვიცი ამ ყველაფერზე და კონკრეტულადაც კი წერთ ხოლმე, რომ აი მაგალითად მე ასე ვფიქრობ და ეს გააკეთე და მადლობებიც მომდის ხოლმე, რომ აი გავაკეთე ეს და ძალიან მაგრად მიშვება და ძალიან მიხარია, მადლობა. ხო და უნდა ჩავუფიქრდეთ, დავუკვირდეთ ჩვენ თავებს, რა გამოგდის, რა მხრივ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს და განვითარდეთ ამ კუთხით. კი, 40 წლის ვარ მე და შეიძლება აქამდეც უნდა ამერჩია ეს ყველაფერი, აქამდეც უნდა მქონოდა რაღაცა პროფესია და უკვე უნდა ყოფილიყავი რაღაც შემდგარი და მემუშავა და რაღაცა, მაგრამ მე არასდროს არ არის გვიან და ჩემ თავს არასოდეს არ დავადანაშაულებ ამაში, იმიტომ რომ ისეთი ცხოვრება გავიარე, გოგოებო, ეხლა როგორც ვარ, სადაც ვარ და საითაც მივდივარ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. მადლობა. მიხარია ძალიან ეს ყველაფერი. ხო.
რაც მოგწონს პროფესიად ის უნდა აირჩიო და თან არ არის ძალიან რთული, ძალიან დიდი დრო არ უნდა. თავარია შენ გქონდეს ამ კუთხით მისწრაფება, მოგწონდეს და ძალიან ადვილია. ძალიან ადვილია ეს ყველაფერი. ჩაიხედეთ თქვენ თავებში რა გინდათ. არ არის ეს ძნელი. თორე ძალიან ბევრი შეიძლება უკვე შემდგარი პროფესიონალები ხართ და გისურვებთ მთელი გულით წარმატებას. მთელი გულით. შეიძლება ახალი რაღაც აღმოაჩინო შენ თავში. ჩვენში ხო ფანტაზია ჩვენი უსაზღვროა გოგოებო. დამატებითი შემოსავალი გჭირდება, არ ყოფნის შენი ხელფას და კიდე შეგიძლია რაღაცა ისწავლო, ან ვითარდე. და როცა ვერაფერს ვერ ხედავ, აი რა გავაკეთო, აი როგორ გავაკეთო, მე რა ჩავუხდი იცით, გოგოებო კიდე, უფასოდ არავინ არაფერს არ გასწავლის. აი მაგას ჩავუხდი. უფასოდ არავინ არაფერს არ გასწავლის, როგორ გადახვიდე ერთი ეტაპიდან მეორეს. ნუ დაგენანებათ, გადაიხადეთ. კიდე კარგი რო არ არის ახლა საგანგაშო თანხები, ეს კურსები, რომ ვერ შეწოდე. არ არის ეგრე არ ღირს. გიამაც იყიდა ისევ ერთი კურსი და ცოტა დიდხნიანი კურსია, მაგრამ იმდენად გვიხარია, იმდენად გვიხარია და ისეთი დიდი მოლოდინები გვაქვს, რომ არ ვიცი, სერტიფიკატსაც აიღებს, საერთაშორისო სერტიფიკატი ექნება. ძალიან კაია ეს ყველაფერი, როცა უკვე ჩაუხვდები, საით წახვიდე და რა გააკეთო. შეიძლება ზოგმა იფიქროთ, რომ აი მე ეგეც არ მაქვს და მაგდენი ფულიც არ მაქვს, რომ კურსი ვიყიდო, კი შეიძლება ჩემ თავში ჩავიხედო და მივხვდე რა მინდა და საით წავიდე, მაგრამ არ მაქვს მაგისი ფული, რომ კურსი ვიყიდო. მე ამ კუთხით განვითარდე. აიღე პასტა და ფურცელი და დაწერე. რა გინდა? და გამოჩდება და გაგიკვირდება. ეგ უფასოა. მაგას არაფერი არ უნდა, კალამი და ფურცელი უნდა მარტო. დაწერეთ, ვინც აი ამ მდგომარეობაში ხართ, რომ ვერაფერს ვერ აკეთებთ და არც ჩანს თან რა გააკეთოთ, ფული არ გაქვს ესის, უბრალოდ დაწერე. გაგიკვირდება, რაც მოხდება შენ ცხოვრებაში. წავედი ძალიან მიყვარხართ. კოცნით და დროებით გემშვიდობებით.